თვალებს თემსეს უბოლი ფერსიბოლი თვალებს ნათებს გადააფარებდეს იყვი ახალსა და ვიწყებ დროს მე ვიცი რომ შენ შეიყვარებ თვალებს თემსეს უბოლი ფერსიბოლი თვალებს ნათებს გადააფარებდეს იყვი ახალსა და ვიწყებ დროს მოვედი ძმა მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის TL Time და ჩვენი მომდევნო სტუმარი არის ვასო ფხაკაძე. გამარჯობა, კეთილი იყოს ჩემი მობრძანება TL-ში. ძალიან დიდ მადლობას გიხდი ჩვენთან სტუმრად მოსვლისთვის. პირიქით მადლობა თქვენ და წარმატება მინდა გისურვოთ. კარგი გადაცემაა, ჩემი ასე ვთქვათ სულ მინდოდა რომ ტოპგირის მსგავსი ყოფილიყო საქართველოში და მეც მქონდა იდეა რომ ეს გამეკეთები უბრალოდ ეხლა უფრო მაინც იუმორისტ კუთხით წავედით ასე ვთქვათ, მაგრამ არაფერი არის გამორიცხული. შეიძლება შენ მოგიწვიო მე ჩემი გადაცემაში. ძალიან დიდი სიამოვნებით ტოპგირი იყო, ანუ ინსპირაცია ამ გადაცემის და თუ ვინმე მსგავს პროექტს გააკეთებს, რაც მეტი იქნება, მით უკეთესი. კი. რო მითხრეს და მიშამ რომ მითხრეს ესე აი ჩემი და მანქანების დამოკიდებულება რა ვიცი. კი, მე არ ვიცოდი და ეხლა გავიგე დღეს, სხვათა შორის. ხო, იმიტომ რომ აი საკოლექციო მანქანებს ხედავ ეხლა აქ შენთან. კი. ესენი ხა არის დიდი მანქანები რა მე მაქვს რომ აი ჩვენ დროს ეხლა სვეჟად კი გამოვიყურებ უკაცრავად რუსული სიტყვის ახალ ანუ ჯაჭვებზე ვეკიდე რა ანუ რა ხო ხთები რა კი აი შენახული ვარ ხო და ანუ რას ვამბობ ანუ მე მქონდა ძველი მანქანები რა ანუ მაშინ იყო საბჭოთა პერიოდში გექნება ინტერნეტში მაინც ნახე აქ ვერ მომყარეთ თვალი საბჭოთა მანქანების საკოლექციო მანქანები იყიდებოდა ესე პატარა მოდელები კი პატარა ბევრად პატარა ზომა ხა აქ შენ რაც გაქვს მაგრამ მაშინდლისთვის, ანუ საკმაოდ ხარისხიანები იყო რა. და ამებს ვაგროვებდი. ყველა მოდელი მაქვს, ანუ თუ დაბადებისგან მოყოლებული თუ სადმე თან ელექტრონიკა იყო მაშინ მაღაზია, სადაც ელექტროტექნიკა იყიდებოდა. ბუკიას ბახთან იყო ხო და ანუ მოკლედ ყველა მანქანა მქონდა საბჭოური, ყველა მოდელი. რაც იყიდებოდა დღესაც მაქვს. რაღაცები დავამტვრია, რაღაცები დავწვი, რაღაცები მაგრამ ბავშვობაში თავიდანვე ესეთი ვიყავი, მაგრამ ნუ მანქანები მიყვარს თავი ბავშვობიდან როგორ ვითხრა რა. და რა იყო შენი პირველი ავტომობილი? საკუთარი? თუ ისე ბიძა ჩემს მანქანაში ჩავძვირი და არა, აი პირადად შენი. პირადად ჩემი რა იყო? პირადად ჩემი იყო სამსახურის მყავდა ერთი, მაგრამ პირადად ჩემი ნაყიდი იყო Opel Vectra. Opel Vectra. Opel Vectra იყო, Opel Vectra იყო როგორ იცი მაშინ Opel Vectra იყო. Vectra ძალიან კარგი იყო. CLS არ იყო, მაგრამ მაშინდელი CLS იყო. ხო, Opel Vectra იყო კი. რა მოგონებები გაკავშირებს აი ამ Opel Vectra-სთან? ბევრი მოგონება მაკავშირებს. პირველი მაკავშირებს ის მოგონება, რომ იაფიღი და საწვავი. მაშინ პირველი ის მოგონება მაკავშირებს. რა გინდა 50 თეთრი იყო ხო ლიტრი? რაღაცა ესე მახსოვს. 50 თეთრი იყო. ერგინეთიდან ჩამოქონა და შეგეძლო 40-თა და 30 თეთრაც გეყიდა. რა მანქანა ყავს ეხლა? ეხლა მყავს ორი მანქანა. ერთი არის Nissan Patrol-ი, რომელიც ძალიან დიდი ხანია მყავს და აი შესისხორცებული მაქვს. რომელ წლიანია დიდი ხანი? 2004-იანია. 2004-იანი. და 4-იანი თუ 3-იანი აღამას. ხო, 4-იანი 3-იანი რა. ოღონდ იგივე მოდელი. უსინდისო მანქანა ყავს, რომელმოდელი უსინდისო არის ტიპი თუ. არა, ანუ მარტო უნდა გამოვცვალო ზეთი და მუხრუჭები, ანუ რა. ეგ პატროლები ყველა ეგრე არის, ფათაშორის დღესაც არის. ჯორია რა, თავის საქმის გამკეთებელი არის რა, ტიპი არის რა ვიცი რა. ჩემო მეგობრებო, მე შემიღებეს რა ქვია, რაპტორით ასე ვთქვათ და ნუ წინ ასე ვთქვათ, ძალოვანი ბამპერი, ნუ ზემოდან, ანუ გამზადებული მყავს სანადირო სათევზაოდ. ოღონდ თბილისში მაგით მივხვდი რომ მაგით სიარული აღარ შეიძლებოდა და პარკინგის პრობლემა იყო. ანუ ერთი ორი მანქანის პარკინგს მინიმუმ ვიკავებ. ეს გაჩერებული მყავს და როცა სასროლად მივდივარ, სროლად ძალიან მიყვარს და სათევზაოდ ასე შემდეგ, სპორტული სროლა, მაშინ დავდივარ ამით, ან რაჭაში თუ წავედი ან სადმე თაში, თორე ისე მყავს სმარტი. აჰა.
ხალხო smart-ზე მაგარი მანქანა არ არის. ორკარიანი. ორკარიანი smart-ი ძველი მოდელი მყავდა. ხო, ის ჩემთვის ვაჩუქე და ეს ახალი ჩამოვიყვანე და აი უმაგრესია რა. სადაც გინდა აპარატი, ოღონდ მექანიკა, სპეციალურად მექანიკა ვიყიდე. მექანიკით დადიხარ ქალაქში? ძმაო. მექანიკით დადიხარ თბილისის საცხოვრებში. მექანიკით დავდივარ, იმიტომ რომ აი ხანდახან კი აი მექანიკა რადგინოთ, მაგრამ მე მსიამოვნებს. მექანიკა მანქანა არის, აი როგორ რა შევადარო, იცი? მოდი მექანიკა მანქანა შევადარებდი ქალს. რაც უფრო ეხები, ხო? აი კაი ქალს, რაც უფრო ეხები და აი ეს მით უფრო ქსიამოვნებს რა. ხტები რას ვამბობ? აი ეს რაღაცა ის სხვა არის რა. სხვა მუღამია. ვიღაცა შეიძლება თქვას რომ გიჟია რაღაცას მექანიკა, ვიღადადის მექანიკა, ვიღაცა რომ ჩამიჯდება მექანიკა, უი არა. რა ვქნა სიამოვნებს. ავტომატიკა კომფორტია რა თქმა უნდა, მაგრამ რა ვიცი. მექანიკა, ანუ ეგ უბრალოდ გასაკვირია თბილისის საცობებში, თორე მექანიკა ყველას გვიყვარს ახლა. უბრალოდ გვიყვარს უფრო ქალაქ გარეთ, როცა თავისუფლად მოძრაობა. მე მიყვარს როცა შეყურე მე ესეთ ტიპი ვარ, შენ გემოზე, ჩემ გემოზე ვმართავ. ტიპტრონიკს კი ბატონო, მაგრამ მაინც ჩემ გემოზე ვერ ვმართავ რა. მესმის. ვიდრე ეს რა, ახლა დამეთანხმებიან, ვისაც უყვარს მანქანა და ავტომობილები, ანუ მექანიკა სხვა არის რა. ესეთი კითხვა. Smart-ი მექანიკა, რამდენს გიწევს? Smart-ი მექანიკა წვავს 7 ლიტრამდე წვავს. არა, Smart-ი მეგობრებო არ გეგონოთ რომ ეკონომიური. ეკონომიური არ არის, 1-დან 0 ტურბინიანი ძრავია, მაგრამ რაკეტა არის, აი ჩათვალე რომ აი პატარა რაღაცა ფურცელი ხარ და ანუ და რას დავაკვირდი, იცი? აი ეს BMW სასტავი და კამანდები რო არიან, რომ აი მამიკოს მანქანები რო ყავდა და რაღაცა აუ ბიჭო ხომ მშვიდობა გაქვს ერთი მეუნება ჩემი მეგობრო. კი, მე რამე ხო არ მის. Smart-ით რა პონჩი დადიხარ. ანუ ვერ ვიგებ, ანუ Smart-ი, მაგრამ აი ხო გეუნები შუქნიშანზე გავჩერდით ვაჟაზე და მეთქი აბა მეორე შუქნიშანამდე რამდენ ხანში მივალს, სადაც ეს არა დაყენებული კამერები ხო და რა ვქნა ხან მამა ზაღლობთ ხოლმე რა გავაკეთო. კი. აი უნდა გენახა როგორ კივილით მომზდებდა თავისი BMW-ი. თავისი BMW-ი ახლა. ნუ თავიდან სტარტში შანსი არ ქონდა რა. სტარტში გაასწრებდი ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ სუგუქი არის პლუს ტურბინა, პლუს მექანიკა, ყველაფერი ერთად. ძალიან კარგი, მშვენიერი. აი ამ ყველაფრის მერე ალბათ ეს კითხვა არ უნდა დაგისვა, მაგრამ მაინც კითხავ. აპირებ გამოცვლას, ანუ სამომავლოდ რა მანქანას განეხი. Smart-ი, ამაზე კაი Smart-ი არ არის ჯერ გამოსული და რა ვიცი. ჯერ ახალი არ არის. ხო და ახლები აი ელექტროს ფიქრობდი თავიდან სიმართლე. ბენზინია ჩემი 1.0 ტურბინით და ანუ ბევრს ვერ გადის რა. ელექტრო და ამიტომ ეხა უცებრო რაღაცათან გადაღება ამერიკიდან მე შეაერთე რაღაცა ანუ თორე გაყიდვების ელექტრო ძალიან სწრაფია, ბევრად სწრაფია, რა თქმა უნდა, ხალხზე. არც არის ლაპარაკი და არავინ არ უნდა იდაოს, იმიტომ რომ ელექტრო მანქანა მაინც ელექტროა და ყოველთვის სწრაფი იქნება ვიდრე შიდა წვის ძრავი. ნუ ბუგატი ახლა ვეირონს თუ არ ჩავთვით, რა თქმა უნდა. და ისა რა ქვია, ნუ ეგ არის რა, ანუ მაგიტომ არ ვიყიდე უბრალოდ ელექტრო, იმიტომ რომ 110 კილომეტრი 120 არ მეყოფა უბრალოდ რა. გასაგები. აი ბუგატი ახსენე და აი თუ ქონია შენი ოცნების ავტომობილი. ჩემი ოცნების ავტომობილი, აი უკვე ესე ვამბობ ხოლმე ყოველთვის რა, იარაღზე ვამბობ ამას, იარაღი ძალიან მიყვარს. და ავტომობილზე. ცუდი ავტომობილი და ცუდი იარაღი არ არსებობს. არსებობს კარგი და არსებობს უფრო კარგი. ყველაზე სწორი მიდგომა მეგობრებო. აი ეს არის. ყველაზე სწორი მიდგომა. არა, ისე მიყვარს რომ მე იმას შეურყობს ვერ ვაყენებ. აი რო ვთქო რომ ცუდია. აი რუსულ მანქანებზე ხო გავიზარდე, ხო რა ვიცი, ბიძაჩენს, ყველას ხო მაღაზე ვისწავლეთ ტარე, მაგრამ ცუდს მაინც არ ვამბობ რა. აი კარგია რა, ჩემი ბავშვობა ის სუნი, რომ აი კარბურატორი სხვა არის რა, რომ აი სხვანაირი წვა აქვს, სხვანაირი სხვა მუღამი აქვს. თან ბავშვობას გახსენებს. არის კარგი და არის იმაზე კარგი რა. კი, გეთანხმები და ანუ პატარა გადახვევას გავაკეთებ. ჩემს შვილს ძალიან უყვარს მანქანები. აი ძალიან, აი ბავშვობიდან მე ესე არ ვიყავი მის ასაკში, ძალიან უყვარს მანქანები, მაგრამ აქვს აი ეს ცუდი რაღაცა, რომ აუ ფუ ეს მანქანა რაღაცა და ყოველთვის ვცდილობ რომ ვასწავლო, მამა არც ერთი მანქანა არ არის ცუდი. არც ერთი. კომენტარებშიც იციან ხოლმე რომ აუ ეს რა მანქანა სწორი ხარო ასო, არც ერთი მანქანა არ არის ცუდი, უბრალოდ არის უკეთესები. კი ბატონო. და ფასიდან გამომდინარე.
ერთადერთი რა შვება ეს ჩვენი შევროლი იქა ეს ამ გრადიატო უგატყუებ რა არ მოწუნდე ბიჭო არ მოწუნდე სვერჩი არ არის ეს აგმოგაუმა ური უგდენ საქართველოს თერძალენას აი ჩაგაჭირო მარა გაკაჩის ვიდი ძრავი ვასო, რომელი იყო ლილუ არენაზე ყველაზე რთული მომენტი? რთული მოსახვევი არ არსებობს, ხო იცი? თავრე შენ როგორ მოერგები მაგას. მე არ მიყვარს ხოლმე, აი ყოველთვის არის ხოლმე როგორც სპეციალ შეარში ალბათ ეგეთი, რომ აი ფინიშის წინ რო მოსახვევი არის ყოველთვის, სადაც არ უნდა ვიყო, აი ხა კინა პროფესიონალს კითხე, ფინიშის წინ რო მოსახვევია, აი თან მანქანას ვარ გიწყობს ხეს რომ მე იმ მოსახვევიდან ისეთი ტრაექტორით გახვიდე რომ მე ჩააჭირო და ვერ მოყვება, აი მაგაზე მიშლება ნერვები ხოლმე. თავარი არის მეგობრებო, აქ არის ტრაექტორიები ხა თორე. ტრაექტორი თუ სწორად დივლი, არც ერთი არ გაგჭირვებია ესე. ხო, მაგრამ რაღაც დაუბერდი ქვია მაგას. თორე აი რავი როგორ გითხრა, თან ეხლა არის მანქანაც ვერ გავიმეტე ისე სიმართლე გითხრა რა. არა, უნდა გაგემეტები. არა, ვერ გავიმეტე, იმიტომ ვერ გავიმეტე რომ მეთქი ხარ რომ წაიღოს არა, როცა სხვის მანქანა, ესეთი სამაქარი რა. ეხლა სპორტულ მანქანაზე რომ დავიყავ, იმას გავიმეტებდი. იმიტომ რომ ის მოწესრიგებულია, ის არ წაგიღებს, არაფერ, ან თუ წაგიღო გაასწორი, მაგრამ ეს როცა არის სამოქალაქო ვერსია, მოდი ესე დავაკო, სტოკი რაც არის, ვერა რა, იქ საბურავი, ბევრი რაღაცა არის რა. მაგიტომ მკითხე რომ შემოვედი ეხლა რომ კონდიცია არის იმის მეთქი რომ წყალი დგას, იმ გამთბარი ეხლა საბურავი რა თქმა უნდა არ იქნება ისეთი თბილი, მაგრამ კი. არა, ძრავი გავახურე კი. ხო, ანუ მე ხვდები რას ეხლა ვიღაცა რომ მოიყვანო ეხლა გოგო ხო გეყოლება, მე ის პირდაპირ დაждდება წავა, მაგრამ აქ შენ რო გინდა რომ კარგი შედეგი დადო, უნდა იყოს იმ კონდიციამდე საბურავიც, იმ კონდიციამდე ძრავის და ასე შემდეგ რა და ძრავის სპეციალურად ვახურებ ხოლმე წინა დღეს ავტომობილი სახელოსნოში ჩავყავს სავალ ნაწილს ვათვალიერებთ რამე არ იყოს და არა მაგას შეჭორენ რომ უბრალოდ ვერ გავიმეტე ხვდები კი ვერ გაიმეტებ ისე ვერ ჩა უნდა გაგიმეტებია და გეტყვი მე რატო უნდა გაგიმეტები კარგი ერთი სიტყვით შეაფასე შენი გამოსვლა ლილუ არენაზე ხო და ხო გითხარი დაუბერდი მეთქი დაუბერდი მეთქი თორე უკეთეს დავდებდი რა სიტყვას კი ისე ჩემი მანქანით როგორ არ გავიარეთო სმარტით კაი შედეგს დავდებდი სმარტით უეჭველი უეჭველი ძმა შანსი არისო და მექანიკა აი ვერა რა ხო გითხარი რა მექანიკას ვადარებ კარგ ლამაზ ქალს აი მონიკა ბელუჩი არის მანქანა მექანიკა იმიტომ რომ რაც უფრო ეხები მით რო სიამოვნებს და ეს ვერა რა ჩვენ რო ამ პროექტში მექანიკა ყოლოდა ავტომობილი არა ვის ბევრი ვერ მიიღებდა მონაწილეობას კი ალბათ შენ და მელოდი იქნებოდით მარტო მიტი ამიტომ გავაკეთეთ ავტომატი ვასო რას ფიქრობ რა იქნება შენი დრო საშუალო მითხრა არ ვიცი სიმართლე მითხრა მიშამ დააყენა სტანდარტი მისი დრო არის 40 წამი და 50 მინდა გითხრა რომ აი ძალიან ახლოს ხარ იმდენად ახლოს ხარ რომ აი ვერ წარმოიდგენ ამ დროსთან ამასთან კი მე გადავები არა არ ვიცი სიმართლე გითხრა ახლოს ვარ მიშაზე კარგად ვიარე არ ვიცი ვერ გეტყვი სიმართლე გითხრა არ ვიცი მე რა არის როგორი თემა ის რა როგორ გიხარ რა აი შენ თქმის არ იყოს სხვა მანქანა ჩემი მანქანით რო ყოფილიყავ შენთ რო აი რატო ვამბობ იცი ეხლა გაიმეტებდი უფრო გავიმეტებდი და ჩავაწვებოდი იქ ტორმუს არ ვიხმარდი იმიტომ რომ ვიცი ჩემი მანქანა ანუ რა ვიცი რა ხო შენ მე მაგ შემთხვევა ერთხელ აი კაკრბულუდას გეულებოდი გამოდიოდი სპორტ ანუ გავიმეტე და წამიღო და გაუფუჭე მანქანა ხო და ეს არ მინდა ეხლა მოვედი და მანქანა დაგიმტრიო მანქანა მე არ მინდა რა ძალიან დიდი მადლობა რა შენ თუ მეტყვი რომ ვასო გაიმეტე გავიმეტე პარალი
ან ავიც დაზღვევაც უკაკ მაგმანქანას მე პრობლემა არა მაქვს. კარგი, ჯერჯერობით მეორე გადაცემა ასე რომ მოდი ჯერ არ გავიმეცდოთ. ხო, მაგას გეულები რა. მე ბევრს რო გადავიღებთ, მე დაგიძახებ კიდევ. არასწორად ვიხმარე, ბევრად დილეს ტორმოზი საერთოდ არ უნდა მოხრუჭი ბოდიში. მოხრუჭი, იმიტომ რომ არა ეს ავტომატი რო არის ვერ არა, მე დააგდებ, მე ვერ კრიბავს, მე აი ხო, თან ატმოსფერული ძრავი არის, უტურბინო და მით უმეტეს. მაგას მივხვდი როგორც კი ჯავაბიჯე პირველი. კი პირველივეზე ხო. მოკლედ ვასო. ესე იგი მოიმზადეთ, ძალიან საინტერესო არის. დადე რა ქვია. 40 და 50-ია, ისა რა ქვია? მიშასი? და ვასო კაკაძის დრო არის 40 წამი და 52 მიათედი. ქვემოთ ესე იგი. საუკეთესო რო არის? მაჯობა მიშა, ყოჩა მიშა. საერთოდ მიშა გაჯობა. მაყოფილი ხარ შენი დროით? არა, უკეთესი შემეძლო. უკეთესი შეგეძლო? კი. უკეთესი შემეძლო, იმიტომ რომ ავტომატი აი ვერ არა, ჩემ გემოზე არ დამყავს რა. ავტომატი ჩემ გემოზე ვერ დამყავს, მაგრამ შემეძლო ესე იგი, რომ უკეთესად მე არა, 2 წამით, ანუ დიდი ალბათობით ჩემი აზრით დავკარგავდი მე დროს. პირველ მოსახვევში, არა, პირველ მოსახვევში მე არ ვიცი. მეორე მოსახვევში დაკარგავდი დროს. კი. იმიტომ რომ მე გიყურებდი და აი ჩერდებოდი მან. ჩერდებოდი, ხო, ვაწვებოდი. უიჭველი წაგიღებ და რო არ გაგეჩერებია. ხო და რატო ამობ იცი? მან მაგას გეუბნები, თავარია იარო მუღამი რა არის? თავარია რომ ერთი სიჩქარით იარო, ტორმოზი არ იხმარო და ტრაექტორები გაირო სწორად. ეგ არის, მაგრამ ნუ ეგ რო გააკეთო, მაშინ მანქანაზე უნდა ამ მანქანაზე უნდა შენი უნდა იყოს. ავტომატიკა მიჩოული უნდა, ბევრი რაღაცა ნიუანსია. დაბალი უნდა იყოს მანქანა, თან მაღალი ვარ და ძალიან რო თამაშობს, მე ვფიქრობ რომ აი ხა ესე რო გადავიშლიგინო, წაიღებს რა და ეხა რა ვიცი. კი ბატონო. სხვის მანქანაზე არ თან დაზღვევა. შენ რო გეთქო რა ვასკა ამ მანქანას დაზღვევა აქ. და დაიკიდე თუ რამე მოუვა. აი მაშინ ჩავაჭერდი. ეგ უნდა მეთქვა. ეგ უნდა მეთქვა თავიდან. ჩემი ბრალია ბოდიშ გიხდით თავიდან უნდა მეთქვა. აქ ხონდა ისე დაზღვევა. კი. აი ყველას დიდი ჯარიმა რა მოქსვლია და რის გამო? ეხა რო გითხოთ რაღაც ყველა დიდი ჯარიმა ერთხელ მახსოვს ნისა პატრულით ვიყავი და ანუ ვაკე საბურთალოზე არ იყო მაშინ შუქნიშნები. ანუ არ ჩუქი იყო, ხო წარმოგიდგენთ რა დროს გეუბნები. ძალიან ძველს მიყვები. ძალიან ძველს ვიყავი და ცხვირი მქონდა გაყოფილი. ანუ როგორ აღიხსნა იცი? ზდეკ ხაზი რო იყო შუქნიშნთან. და გაცდენილი იყო. ცხვირი მქონდა გადაყოფილი უბრალოდ რა და სხვა მანქანა დამეჯახა გვერდიდან. დამნაშავე მე ვიყავი, იმიტომ რომ ცხვირი მქონდა გაყოფილი, მაგრამ არ მოძრაობდი, ვიდექი. მაინც შენ გამტყუნდი. ხო, მაინც მე გამტყუნდი, მე იმას მაგრამ ისე დამეჯახა, რომ მომატრიალა წარმოიდგინე რა. მე შიტოკი გამაცალა, ის შიტოკი გადავაგდე, მე მაინც უნდა გადამეგდო შიტოკი, იმიტომ რომ ძალოვანი უნდა დამეყენებია. ძალოვანი დავაყენე, მაგრამ ის მანქანა აღარ ვარგოდა რა და მე სხვა მანქანა უყიდე რა, იმას. ისიც დაუტოვე. რა მანქანა იყო? Mercedes-ი იყო, E-კლასი. ეშკა იყო, ძველი ეშკა იყო, მაგრამ მიყვარს ეგ მანქანა და ანუ მეთქი ეგ მანქანას ხონდეს და ესეც ახალიც და შენ რაღაცა ხო, რაღაცა, იმიტომ რომ ცხვირი ანუ იდეაში კი ვიდექი, მაგრამ ჩემ ბრალი იყო რა. წესია და გასაგები. ცხვირი არ უნდა მქონდა გაყოფილი რა. ეგ. ოკეი. კიდე კაი, რკინა რო არ. კიდე კაი რო. ხო, ეგეც კიდე კაი, მაგრამ იმ მანქანა ხო გეუნები რა, ის Mercedes-ი გადააგდო ტიპა რა. წარმომიდგენი. ვასო. მაგრამ თავარი რომ არ დავშავდით. კი. ისე. კი, ძალიან კარგი. ვასო, ესეთი კითხვა. რა მუსიკას უსმენ ხოლმე საჭესთან? გააჩნია ეხა სიმართლე გითხრა რა. ეხა System of a Down რო ჩავთო ძალიან უნდა ჩავაჭირო. ხო და ეგ მარტო აი რუსთავში ჩავალ და ტრეკსიან რაღაცა რა და ისე უკვე რაღაცა აი ასაკს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა. კი. აი, ეხა უცხო ჯაზები მიყვარს, წყნარი მელოდიები რა. ყველაფერი გააჩენ ის ხასიათზე ვარ ხვდები? თუ არ ეხა ცოტა გიჟების ხასიათზე ჩართავ ხა ესეთ მუსიკას რა და მანქანაც უნდა მოყვებოდეს ხო ხვდები, მაგრამ ქალაქში უკვე ყველაფერს აქვს თავის დრო და თავის ასაკი რა. ჩვენთან ქალაქში არა, აი მე მაგას მომხმარე რა ტიპებს ყავთ ეხა აი Ferrari ძალიან მიხარია რომ კარგი ლამბოების დადიან და კი, მაგრამ აი რა აი რა. არა, ხო, თბილისში აი Lamborghini ყავს და გახარ საცოვში. საცოვში. კი. და რა, ამას აკეთებ თუ აი რა. შუქნიშანზე პარკინგში ჩააგდებ და გასავალი. აი რა მუღა არა აქ რა. და გვერდზე ამოგიდგება მერე ფარამოღებული BMW. ხო, აი გარი. რომელსაც უნდა Lamborghini-ზე გასწრება. რამდენად
აი თქვათ მოდ დავივიწყოთ საცობი. ხო. აი რამდენად აგრესიული მძღოლი ხარ? 7 მძღოლი ხარ თუ აგრესიული? 7 არა ვარ, არ ცხოვრებაში არ ვარ, 7 გიჟი ვარ. ხო და რა ვიცი რა, აი ეხლა რომ მოვდიოდი შენთან. თბილისის ზღვით გადმოვიდი. ხო. და ეხლა მინდა რომ აი ჩვენ იმაზე პირველ რიგში ჩემ თავზე ვამბობ ეხლა სხვაზე კი რომ ელეგეთები ვართ რა, ქართველები ზოგადად რა. დიდი მანქანები. აი წარმოიდგინე ხა ტრაილერი მოდის ხო, არის 20 მეტრი ხო, თუ რა შეიძლება უფრო მეტი იყოს. მეორე მოყვება უკან. აი რა შუაში კი არ დაგიტოვებენ წარმოიდგინე. რომ გადაასწრო ჩავდი, აი ზედი ამაზე ამერიკაში არის უდიდესი ჯარიმა. შეიძლება მართვის მოწმობა საერთოდ წაგართვან. ზოგადად წესიც ესე არის, ანუ კანონი. კანონში დაწერია, რომ ადგილი უნდა იყოს სატვირთოს და სატვირთოს შორის. კი, მინიმუმ უნდა იყოს 40 მეტრი. მინიმუმ. რომ გასწრება შეგეძლოს. არა, წარმოიდგინე, ეხლა ხო მე არ მიყვარს ზოგადად დაგვიანება 10 წუთი დამაგვიანდა ეხლა შენთან რა. მოვიდოდი უფრო ადრე, იმიტომ რომ მიყვები რა ეხლა რა. უკან არ იმიტომ რომ იქ ისეთი მიხოლმე არ გაასწრებ რა. მაგიტომ არა, აი ღვედის კეთება, იმიტომ დავიწყოთ ქართველებმა რომ ჯარიმა მოგდიოდა. ის კი არა სწორი თავი გლიჯოდა გაიტანო. კი. ეგ არის რეალურად. იმიტომ რომ ჯარიმა არ დაგვიწერონ და არა ის რომ უსაფრთხოებისა და დღესაც რო იყიდება იქ ბაზარში ჩასარჭობები, სატყუარები რომ არ იწრიპინოს. ეგ არის. კარგით რა ხალხო რა, ანუ პირველ რიგში თქვენ თავზე ძვირფასი ვინ. პირველ რიგში თანამშრომლები პოლიციელები არიან პირველ რიგში. მოდი ესე დავიწყოთ რა. ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ აი როგორ გითხრა რა. ჩემ მეგობრის, ნუ რადგან ვიყავით ერთ სიტყვით ადრე და დალია რა ეხა და ჯდება რა საჭესთან რა მეთქი ბიჭო მესმის რომ პოლიციელი ხარ და შკოდა ყავს და რაღაცა მაგრამ გადმოდი მეთქი ხა მე უნდა დავждე მე არა მე ვინ გადმოდი მე უნდა დავждე ნუ გარო ცოტა ისე უთხარი გაჯექი მე თან გავტესტავეთი რა შკოდა არა შკოდა როგორია ეს ან ახალი შკოდა ყავდა რა ახალი ხო დავჯექი და ღვეც მოვკიდე ხელი. აი ბიჭო. რა, ხო ანუ ეს შეურაცხყოფა რომ ხო გავიკეთე ეს ღვედი. თეთრი მეცვა მახსოვს რა. რომ გადმოვედი მანქანიდან, აი ეს მქონდა შავი ზოლი. არავის არ გაუკეთებია ის, წარმოიდგინე რა. ანუ შიგნით ეს ეთყობა კონტეინერში რო იყო თუ რა ვიცი, რაში იყო თუ გზა. ახალი კი იყო ეს მანქანა. მთელი ეს ნადები რაც ქონდა ამ იმას რა ქვია. შენზე გადმოვიდა. კამარს აი ესე მქონდა ზოლი. ერთხელ ესეთ შემთხვევა ქონდა გაგარინზე მაშინ ეს არ იყო გაკეთებული ეს წრეები და ისინი ერთი იყო მახსოვს. ეგეც ძველი ამბავია? ეგ რა სანამ რამდენი წელი რაც გააკეთეს რა არის ერთი 10 წელს ამბავი რაც გიყვები რა. წარმოიდგინე. ძირს დახაზული არის წარმოიდგინე. რომ მოუხვევ ანუ დაჩერდი, უნდა დაუთმო ხო? და მოვდივარ ახლა მე ჩემ ანუ გაგარინის პოლიციასთან გავედი ეს აქედან უხებს გოგოა რა. ხო და რო მივხვდი რომ უკვე აღარ აჩერებდა არა და იმას აქვს დახაზული ძირს რომ უნდა დაუთმო. და გოგო ვარ და იქნება დამითმო. აი რა უნდა ვიყრა ამ დროს რა უნდა ვთქვა? უნდა დაუთმო. აი უნდა დაუთმე კაცო მაგრამ გამეცინა მეთქი ეს ძირს რო არის დახაზული მეთქი თუ იცი რა არის მეთქი. ანუ რა თემას ვამბობ იცი რომ დაუთმობ მაგალითად თუ ტრანსპორტშია და მე ვზივარ და ამოვიდა და ალბათო დაბძანდი მაგალითად ან ლიფტში შევდივარ და რაღაცა მე გამოვალ თუ არ არის ადგილი და შევძან დაგითმო მაგრამ ტრანსპორტი ეხა ტრანსპორტში ხშირ შემთხვევაში საერთოდ ვერ ხედავი Queens-ის, გოგოზის, ბიჭის ეხა მანქანას უყურებ მაგრამ არ ვიცი რაღაცა ეგ მომენტი გოგო ვარ და დამიცნეულობ მაინც დაუთმე რა მეკნა ვასო რამე სახალისოს სასაცილოს ხომ არ გაიხსენებდი ავტომობილებთან დაკავშირებით აუ ერთი ისტორია მაქვს მოყოლილი კი ჩვენც მოგვიყვება მანქანას ყიდულობ ერთი სიტყვით რა ხო და ჩემ მეუღლის მიდოდა ემელი და სანამ ვიყიდი დავდიოდი რა ბაზრობაზე და რუსთავში ყველა მგიცნო შესაძლოა 71 გრადუსია სიცხე წარმოიდგინე აგვისტო აი არ ვიცი თვალებიდან ვერ ვიყურები ისე ვარ აი ახლა ყო ბევრი წყალი მაგ დალეული ყო სულ წყალსო და ნუ ხა ბუნებრივი მოთხოვნილობა გინდა ტუალეტში გინდა რა რომ შეხვიდე რა და ბიჭო დავდივარ ამ რაღაც სად არის აი იქ უნდა მიხვიდე იქ არის ტუალეტი და რაღაცა მივედი ხა ამ ტუალეტს მივადექი რაღაცა და ბიჭო არა მაქვს ქეში რა
ბარათი მაქვს მეთქი რა და ბარათი ეხლა სადგინახე ეხლა ტუალეტში ბარათი. კეპი מחურავს ეს ხალი ვერ მცნობს რა. ტუალეტში ბარათი სადგინახავს ხო აი გავჩუმდი ეხლა ტუალეტში რაღაცა გამოვტრიალდი რა ეხლა რა ხო არ დაუწყებდი ეხლა რაღაცა ეხლა მიცნო აი შორიდან მიყვიდი მოვდივარ როგორ ერთ გამოსი 1 5 10 მეტრი ფხაკაძე ეს ხალი მიყვიდი ფხაკაძე მოდი მოგაფსმევინეთ მოდი ხალხში მიყვიდის აი იყო პროსტა იმდენი ისე ვიცი რომ იქვე ჩავიფსი რა ხედავს ადგამოგადგა ცნობილი რო ხარ აი ესე არის ცნობილობაც ზოგჯერ კარგია ხო ერთ ისტორიას მოყვები ეს თუ გინდა არ ჩასვა მე ვარ ჭეიშვილი გვარად მართლა საინახავ ქვიტირი ჭეიშვილები ჩემთან რაჭაში არიან ბევრი ძალიან სხვა ფესვი იქედან გვაქვს ეს რა ქვია ის ისტორიაც გეცოდინება ეხა ორმოში რო ჩააგდესო ჭეიშვილი ფხაკაძე გიორგაძე აქედან ოპერატორი ხო რამე არა იქ ყავს მენეჯერია გიორგაძე ჩემნათესავი ხო და აი ტროიკა ვიქნებოდით მეც ყავს მეგობრები სხვა შორის საანდროთ ვიყავით ჭეიშვილი ფხაკაძე და გიორგაძე ყველაფერს დაიჭერდით არ ვიცი არ დატოვე წერი ვერ აფრინდა მიწიდან ხო და 90-იანებია რაღაცა და ჩემი ნაცავია გიორგაძე რა მამი და შვილი ხო ჩავდივართ მაღაზიაში მოხუცი ხალი არის რაღაცა ნაყინს ყიდის ძლივს რაღა უიო ბებო რა კაი გოგო ხარო რაღაც ჩემ ნაცავს ეუბნება ესეთი კაი გოგო რა გვარი ხარო შვილო და გიორგაძე უიმე დედა ესე ვიყურე შენ შვილო შენ რა კაი ბიჭი ხარ შენ რა გვარი ხარო მე ჭეიშვილი მეთქი ეტყობაც სრუმორწმუნე იყო თუ ხუმრობდე უნდა მოსაკვნა აი რატო დღემდე არ ვიცი ანუ ჭეიშვილიო და უიმე დედაო და ჩამოწია ანუ ფხაკაძე თვითონ ფხაკაძე ხო არ იყო და ფხაკაძე აღარ ყავდა ეთქობა რაღაც ძალიან დიდი მოკლე ჩართვა ხდება ეს სამივე როა არ ვიცი ისტორია ახსოვდა ეთქობა მაგრამ მე რას დავაკვირდი იცი წარმოშობით ხა მე ფარცხანაყანები არის სოფელი იქიდან მაგრამ არა ფხაკაძეები ანუ როგორ ხვდები რომ ფხაკაძეა რა ანუ იქ ქუთაის და იმერეც ხო იცი მაინც ის არის უცხორო შეხვდება სრულად უცხორო შეხვდება ეხლა იხარა შენ მაგვარმა ანუ და მიხვდე რომ ის ფხაკაძე არის ხარ დაკვირებული ანუ იმერეთში იციან თურმე ეგრე რა არა მაგაზე მიხვდები ეხლა შენი მოგვარე როა ხო მაგრამ ეხლა თბილისში ვიღაცა ფხაკაძე არის მოვა და გეტყვი ფხაკაძე ვარ მე ძმაო და იხარა შენ მაგვარმა არ დაგიწყებ შორი დაყვინდეს რა ეგ ასე ვთქვა დავამუღამე რა რომ ეს იქიდან არის მე ფესვი იქ არის ძალიან ბევრი არიან იქ ფხაკაძე იმენა აი ჩვენთან ხო ახლოსაა ხა მე ქვიტირთან არის ახლოს და აუ ეგ ფხაკაძეზე გამახსენდა ამბავია ანუ ახალი დაწყებული გვაქვს შაბათის შოუ რაღაც 2005 წელია წარმოიდგინე აი მაშინ არაფერი არ იყო ეს სკეჩოვები რაღაც ერთი ცხონებული თენგი ჩანტლაძე იყო და მაშინ იყო მინიატურების თეატრი ესე ყოველდღიო პასიანსი იყო ერთი კიდე და მე იყო ნუ შაბათში ანუ მე რას გამომიცი რომ ესე სისტემატურად რო ანუ როგორ გითხრა იცი ბიტლსები ვართ რა ეგ ვარიანტია რა მართლა არ მატრაკოცობ მართლა გეუბნები ანუ მაშინ ძალიან ისე ვიყავით რა ხო და ეხა პატარა ბიჭები ვართ წარმოიდგინე რა და ჩამოვიდით ეხა ძამთარია მე და მიშა ვართ რა და მანქანა რუსთავი ორში მათ დელისე და სხდებით მანქანაშია და ვიღაცა ტიპი მოვიდა ვახ შენ გენაცვალებ ხაკაზე გიყურებ რაღაცა შენი ჭირი მე ერთ ეზოში გავიზარდეთ ქუთაისში და როგორ მიხარია რომ აი ესეთი ხარ და შენ გენაცვალებ მე რაღაც ბიჭო თავიდან ძალიან მიუხერხული რა ეხა როგორ ისეთ იქ რო თამაშობდი და იქ რო დავდიოდი და რაღაც ნიუანსებს იხსენებს რაღაცებს რა და ჩუმად ვარ ეხა მე და თან მერიდება რომ ძალიან დიდი ბოდიში მეთქი ჩემო ძმაო მეთქი მაგრამ არა ქუთაისში მეთქი წარმოშობით ვარ მეთქი რა ძალიან მაგრამ იქ რა ვიცი ძმაო მე მეგობრობდი შენთანა თუ არ გინდა უწყდა აი ანუ რა ეგონა რომ ვარ მართლა აი ხო ან თავში აგივარდა და თავში ამივარდა ან რაღაცა არ ვიცი ეგ ის ვარიანტია აი გამათფობელთან რო ვიჯექიო იმ კინოში ხო და როგორ აუ მიშა მე და მიშა რომ მოკვდა სიცილით პოსტა რა კარგი ვასო როგორ მოგეწონა მოკლედ დღევანდელი ლილო არენაზე წრე მიხარია STS გრუპი კაი ბიჭები ხარ ჯიგრები ხარ კანდიდატი და ცოტა კი განერვიულეთ მაგრამ ვის ისურვებდი რომ ყოფილიყო შემდეგი ჩვენს პროექტში რომელიც შეეცებოდა შენი დროის დამარცხებას ზესტაფონის სიამაყე აბა ვინ იქნება შენი აზრით ზესტაფონს ბევრი სიამაყე ყავს ან ცოტა ისე პირველი ვინც არის ხა ეგ უკვე ეგ რომ გაგიგო შეიძლება არ მოვიდეს
პირველი ვინც არის? მთავარი ლავაცა. თამარ ლეკვეიშვილი. თამარ ლეკვეიშვილი, ძალიან კარგი. იმედია თამარი გვესტუმრება და შეეცდება ვასო ხაკაძის დროის დამარცხებას მილო არენას. ჩემზე კარგად იმის, აი გნახე თუ არა. ძალიან კარგი. იმიტომ რომ იმერული მარიფათი აქვს მაგას ხო ხდება? იმელების ხო, სტრაფები ვარ. მეც იმერელი ვარ, მაგრამ რაჭველი, ნახევარ რაჭველი ვარ და აი ეგ როგორი ვარიანტია იცი რომ აი რო ჩააჭერ და უცებ რო ვეღირიღებ, ხო? აი ეგ ვარიანტია. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ვასო. მადლობა თქვენ წარმატებამ და გისურვოთ. კარგი გადაცემაა.